გამოიყურები? კარგად ვარ. უფრო სწორად, უკეთ ვარ. შენც კარგად გამოიყურები. მადლობა. გამიხარდა რომ გნახე. შენთან დალაპარაკება მინდოდა. თუ ასე მიდით დასხედით ყავას მოგიდანთ დაილაპარაკეთ. მართალია, სემა გემრიელ ყავას მოგიდუღებთ. მიდით. ოჩახ სემა. ძირფასო გემრიელი ყავა მოგიდუღე, რადგან კარგ განწყობაზე ვართ. ხმერთა ჩემო, ნუ დამახრჯობთ. ყავას არ მოგიდუღებთ, არც იოცნებოთ. მორჩა. თურან, სემას ჭკუის ნახევარი რომ მაინც კონდეს ამ ადგილებს დაეპატრონებოდი. ძალიან სასაცილოა დათვო. გმადლობ. თქვი კარგად ვარო, მაგრამ მართლა კარგად ხარ? თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეკითხები, კარგად ვარ. მაგრამ თუ ემოციურს გულისხმობ, რთულ პერიოდს გავდივარ. თუნჯაის სიკვდილი, თამერის ხრიკები და მისი დასასრული. და კიდევ მსგავსი ამბები. მსგავს ამბებში ალბათ ჩვენ მიგულისხმებით. ხო. შენ რომ არა, ვინ იცის თამერი კიდევ რამდენ ადამიანს გააუბედურებდა. მსგავს რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. თამერის გაშიფრვა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც ასეთ საქმეებში გარკვეულია. ამისთვის შენი მადლობლები ვართ. ზეინებ, თუ ამაზე დალაპარაკება გინდა? არა, არ მინდა. არ მინდა, ჰალილ იბრაჰიმ. თავის დროზე მინდოდა, მაგრამ შენ არ დამელაპარაკე. ახლა როცა ერთმანეთს დავშორდით, ნიშნულობა აღარ აქვს მეწოდინება თუ არა. კარგი. კარგი, აშკარაა რომ ბრაზი არ განენებულა. როცა გაგივლის დავილაპარაკებთ. ახლა წავალ. თანაც ჩემს ანახავად არ მოსულხარ. შეგიძლიათ ყავად ერთად დალიოთ. თუ ყავის გამო შემოხვედი, მომაცდინეს,ახლავე მოგიდუღებთ. არ შეწუხდე ძვირფასო. უფრო მეტიც, ჩემ გამო თავს ნურაფერზე შეიწუხებთ. შეგიძლიათ გასაღები მომცეთ, რომელიც დამიმალეთ. ჰალილ იბრაჰიმ, სად მივდივართ? თქვენ არსად. მანქანა სად არის? გარეთ ბახტან დგას. ზეინებ? მოდით. მოდით, სად ხართ? მომიყევით, რა საქმიანობთ? ძმა იუსუფი და დანარჩენები როგორ არიან? ძმა იუსუფი რა შუაშია? რამდენი რამ დავგეგმე, აქ მოგიყვანე. ჰალილ იბრაჰიმი მთელი საათი ლამის მძევლად მყავდა. თქვენი საუბარი კი 3 წუთს გაგრძელდა. სემა, მესმის რომ კეთილი განზრახვა გქონდა. ყველა თქვენგანი ასეა, მაგრამ რაღაცებს უნდა შევეგუოთ. მორჩა, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა.
იავუზმა თამერი როდის გაშიფრა. პისტოლეტში ტყვიებიც კი შეუცვალეს და დანაშაულის ჩადენის დროს დაიჭირეს. არა. თუ ეს საქმე ვინმემ გაშიფრა, ეს ჰალილ იბრაჰიმია. ეს აშკარაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თამერი ჰალილ იბრაჰიმს არ მოუკლავს, უფრო მეტიც. ჰალილ იბრაჰიმი იქ საერთოდ არ იყო. ყველაფერს მეც არ მიყვებიან. ყველაფერი თუ არა რაღაცებს ხომ გიყვებიან. კარგი დასაწყისია სერქან. ოჩახ. ამ საკითხში მართალი ხართ ნიჰად ბეი. როგორც ჩანს მართლა სულელები ყოფილან, როგორც ამბობდით. პატიებავთ ხოვე და მაშინმე მოულბნენ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მამაჩემს მიუძღვის. მათი ნდობა მეტად უნდა მოიპოვოს სერქან. ის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი ოღუზი გამუდმებით რესტორანშია. ედანურ სეპრანჭება თუ რა ვერ ხვდები. ის ყველაზე მეტად ურთიერთობს ჩემთან. არ ვიცი, რამის გაგებას ცდილობს თუ გულწრფელი ურთიერთობა. ეს ჯერ ვერ დავადგინე. ის უფროსი ლეიტენანტი ისე იქცევა თითქოს სამსახური დატოვა, თუმცა მაიორი მიზანმიმართულად ყველაფრის ცენტრში ამყოფებს, რათა ინფორმაცია შეკრიბოს. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს შორის ჩვენც ვართ. საქმე ჩემამდე მოვიდა ნიჰად ბეი. მოდი ასე მოვიქცეთ, როგორღაც იმ უფროს ლეიტენანტს, ცხადია, როცა ჰალილ იბრაჰიმი არ იქნება საწყობზე და უწყე ლაპარაკი. რა არის შედეგი უფროსო ლეიტენანტო? რეიდი, რომელ საწყობებზე განახორციელეთ? ჰაკანს მეც შევხვდი რომელიღაც საწყობში, როგორც ჩანს იარაღი იქ იყო, რეიდი იქაც ჩაატარეთ, რაღაც მსგავსი ჩაშჩურჩულე ყურში. ეს არის ჩემი მართლმდობით განეწყვეტ ნიჰად ბეი. ანუ იქ რომ მახე იყოს დაგებული, გამანადგურებენ. შვილო, მე რას გეუბნები? იქ შეიარაღებული ხალხია. ასებია იარაღი, საბრძოლო მასალა, ასე ეტყვი. ხომ არ მოატყუებ? ისინი იქ გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანს შეეჯახებიან, ვიდრე ელოდებიან. ჰალილ იბრაჰიმსა და მაიორ შორის, ასევე უფროს ლეიტენანტ შორის კავშირი უნდა გავწყვიტოთ. მერე უკვე მარტივი იქნება. ძმაო, რა მოხდა? არაფერი. ისე ზიხარ თითქოს ვინმე მოკვდა. ასეც რომ იყოს ის არ მომკვდა, ვინც მე მინდოდა. ესე იგი, რას მოყვები? მოსაყოლი არაფერია, მეგობარო. ჰალილ იბრაჰიმ, ზეინეფი მოსულა, შენ კიდევ არაფერს ყვები. ედანურ ძვირფასო, სემას და დანარჩენებს უთხარი, რომ ჩვენს დაშორებას შეეგუონ. გასაგებია? ჩვენ შევეგუებით, მაგრამ თქვენ თუ შეეგუებით. ორივეს გინდათ ერთმანეთის ნახვა. ამისთვის ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ. წინააღმდეგობას არ გიწევთ. ასე ჩვენი კეთილდღეობისთვის ვიქცევი. ჩვენ არ ვთვლით, რომ თქვენი კეთილდღეობისთვის ასე უკეთესია. მეთაურო, თქვენც გითხავთ. რას ფიქრობთ ამაზე თქვენი პროფესიიდან გამომდინარე? ედა, როგორც მაშინ გითხარი, იმდენად, რამდენადაც ორივე მხარეს ვიცნობ, ეს სიყვარული არ დასრულდება. დასკვნა არასწორია. სწორად მოიქცნენ პროფესიას, რომ ჩამოგაშორეს ოღუს. ედა, იქნებ ჩემი და ზეინეფის გარდა სხვა საქმე გეპოვათ? ვიპოვე. ხო, ვიპოვე. მაგრამ ველოდები როდის შერიგდებით, რომ მოგიყვეთ. კარგი. კიდევ დიდხანს მოგიწევს ლოდინი. ყველას მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კეთილი იყოს. ჰალილ იბრაჰიმ, ჩემს ძმის შვილს დიდემს იცნობ? ბიზია ხომ გითხარი? ერთმანეთი ლევენტის დაკრძალვაზე ვნახეთ. მათ არ იცოდნენ, რომ ჩემი ძმისშვილი ხარ. ამიტომ წარგადგინე შვილო. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. კომისარ ოღუს, ყოფილი კომისარი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. ედანურ საქმე როგორ მიდის? კარგად ფეხზე ნუდგახართ და სხედით. რა მოგართვათ? არა, მე არაფერი მინდა.
გავიგე რომ აქ იყავი და მოვედი რომ მოგსალმებოდი. კარგად მოგწეულ ხარ. პირად საკითხებზე ხომ არ საუბრობდით? არა, პირადი ცხოვრება არ გვაქვს, შესაბამისად სალაპარაკოც არაფერია. იდე, შენ რა საქმიანობ? ჩემს პროფესიაზე თუ მეკითხებით, უნივერსიტეტი ახლახან დავამთავრე, მენეჯმენტის განხრით. მეგონა ბიძია აქ რამე სამსახურს მიპოვიდა, მაგრამ ედანურმა დამასრო. როგორც გავიგე თავს, მშვენივრად ართმევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, უმუშევარი ვარ. თუ რამეს შემომთავაზებთ, გისმენთ. მეც უმუშევარი ვარ დიდემ, ამიტომ მე ვერაფერს გეტყვი. თქვენი უმუშევრობის შესახებ არაფერი მსმენია. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რა გააკეთეთ. განსაკუთრებით ხალილ იბრაჰიმზე. ყველაფერს ნუ დაიჯერებ, რასაც გაიგონებ. ხალილ იბრაჰიმზე რა გაიგე? იასემინზე გავიგე. გავიგე რომ ომი მის გამო დაიწყო. შემდეგ ზეინებზე. გავიგე რომ ერთმანეთს დაშორდნენ. რა თქმა უნდა, ეს ალბათ ჭორია. Yani muhtemelen dedikodudur tabii ki. ხო, ჭორია. Evet öyle. არა, ეს სიმართლეა. შვილო, გითხარი მივიდეთ, მივესალმოთ, მეთქი არ მithქვამს, დავსხდეთ და პირად საკითხებზე ვისაუბროთ, მეთქი შენ კი პირად საკითხებზე საუბრით დაიწყე დიდემ. მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდა. Kusura bakmayın lütfen. არა. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ამიტომ ინფორმაცია ჩვენგან სწრაფად ვრცელდება. თქვენი ნებართვით წავალ. Sizi isteyeyim. ეს ის არის მოხვედი, ცოტა ხანს იჯექი. Görmüyor musun? ედანურ, ვერ ხედავ, ბიძია თვალებით მანიშნებს რომ წავიდე. მოგვიანებით შემოგივლე, ვილაპარაკოთ. როცა გინდა, ის შენი ადგილია. ნახვამდის, Görüşürüz o halde. შეხვედრამდე. გაგაცილებთ. Göreyim seni. Kusura bakma Ali. მაპატიე ხალილ იბრაჰიმ. Bizim ჩვენი გოგო ცოტა პირდაპირია. ზედმეტს ლაპარაკობს. პირდაპირობა კარგია, დავუთ. შენი ახლობლები კი ჩვენი ახლობლები არიან. Eyvallah. გმადლობ. სემა. ჩვენი საიდუმლო ხომ არავის მოუყევით. არავისთვის მოგვიყოლია სამწუხაროდ. რომ იცოდეს ასე რატომ იქცევი, ადგებოდე და წავიდოდე ზეინებ. უკვე მე რამდენი დღეა საჭმელი არ უჭამია. არის ინის სიტყვას არ ძრავს. მე არაფერ შუაში ვარ. ალბათ რაღაცაზე ფიქრობს. ხომ იცი ასე დროს არ ჭამს, არ ცვამს. ალბათ რაღაც გეგმა აქვს. და ასე ამიტომ არის. რა გეგმა ზეინებ? შენი დაბრუნების გარდა რა გეგმა უნდა კონდეს? აი რას გეტყვი? ხალილ იბრაჰიმი, რომელსაც მე ვიცნობ, მას მერე რაც იმ შენს ბიძია ნიჰაც მოკლავს, შენს ლაპარაკს ყურადღებას აღარ მიაქცევს, ხელს მოკიდებს და მოგიყვანს. ძალას ამიტომ არ გადანს. ვიცი, სემა, ვიცი. დამიჯერე ზოგი რამ შენზე უკეთ ვიცი. Daha iyi biliyorum. ახლა წავალ. შემდეგში შენ მოდი. ისე ხალილ იბრაჰიმი ჩემი მტერი არ არის. რომ ცოდნოდა რომ სახლში იყო, მაინც მოვიდოდი. Yalan söyle. ტყუილი საჭირო არ იყო. İyi geldi ama değil mi? მისი დანახვა გაგიხარდა. Ayrıca burada რომ მეთქვა სახლშია მეთქი, მართლა მოხვიდოდი? Gelmezdim. არ მოვიდოდი, მაგრამ İşte normal. ერთმანეთთან დალაპარაკება შეგვიძლია. ამიტომ პრობლემა არ არის. კარგი, o zaman özel რადგან ასეა, როცა მოიწყენ დარეკე. მე არა, ხალილ იბრაჰიმს დაურეკე. შეხვედრას მე მოგიწყობთ. Bu işin peşinde. შენსაც არ იშლი არა? Değil mi Sema? მოდი, Kendi თავს გაუფრთხილდი. შენც, dikkat et. აბა შენიცი. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. Binbaşı მაიორმა მითხრა ზუჰალ. demiş. მაიორმა. Tamer მითხრა რომ ეს თამერმა გააკეთა. biz insanlar ხალხის სამოცნობა არ შეგვძლებია. kendi საკუთარ შვილზე მეტად მასზე ვზრუნავდით.
შეხედე რა მდგომარეობაში აღმოჩნდით. ასიე მის სიძულვილში გაზარდა. როგორც თარიქი. ჩემი შვილისგან რა უნდოდათ ნესიმ? ჩემი შვილი ამას არ იმსახურებდა. მამა რიზონ მიირთვი. İçmeyeceğim kızım. არ მინდა შვილო. მაბადე შვილო, არ ვიცი რას ვლაპარაკობ. Yani ben უკვე აღარ ვიცი bilmiyorum. რომელ ერთზე გავბრაზდე. Gideceğimi şaşırdım. აღარაფერი ვიცი. მართალი ხართ მამა რიზონ. Çok haklısın. მართალი Aslan ხართ. baba. Ama მაგრამ babamı მამაზე unutmayın. ნუ გაბრაზდებით. მას ყველაზე უკეთ თქვენ გაუგებთ. შვილი თქვენც დაკარგეთ. Tabii ben. ცხადია გავიგებ აიშე. გავიგებ. 3 evlat. მე სამი შვილი დავკარგე. Soyuma ჩემი მოდგმა გაანადგურეს. Yani Fikret de ფიქრეთი var. ხომ მყავთ? Öyle deme. ამას ნუ იტყვით. var. მყავს. ფიქრეთი მყავს. მაგრამ ერთი ძმა მას იცავდა და ამიტომ მოკლეს. მეორე Diğerini de მან მოკლა. Onda da აქაც მართალი ხართ. Ama bence artık მაგრამ hayatınızı ვფიქრობ რომ მოვიდე yaşamak საკუთარი lazım. ცხოვრებით იცხოვროთ. Yani daha çok ჯერ ახალგაზრდა ხართ. isteseniz თუ მოისურვებთ შვილები კიდევ გეყოლებათ. soyunuz თქვენი var. გენი გაგრძელდება. ყველამ უნდა დაინახოს, Hem bence herkes რომ რიзвან ლეტო ფეხზე მყარად დგას hayatına და devam ცხოვრებას აგრძელებს. soyu, გენი, ოჯახი, ძალაუფლება, artık ყველაფერი გაიზრდება. dedikleri შენ სიტყვებზე დავფიქრდი აიშე. hani geçen ამას წინად რომ მითხარი. ne demek? ნედიმესთან ოჯახი დამენგრა, ასიე ცოცხალი აღარ არის. შესაძლოა ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ დილით გამზე მოგიკითხათ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინოთ. მადლობა აიშე. შენ გარდა ჩემზე არავინ ფიქრობს. თulis რომ ქარიზმატული ხართ. მაგრამ რაღაც პრობლემები არსებობს. var. არც უამისობაა. მაგალითად, Ne gibi? ვფიქრობ ოჯახის დარწმუნება გაუჭირდება, Olacak sanırım. მაგრამ თქვენი ხელით ჩეკი მივეცი. Çek verdim. პირდაპირ გეტყვით. შესაძლოა ცოტა თვითნებურად მოვიქეცი. Sonra bana მე არ მითხრათ ეს არ უნდა გექნაო. რაზე ლაპარაკობ? მატერიალური კუთხით. ბევრ რამეს დავპირდი. მართალია გამზე მითხრა რომ მას ფული არ აინტერესებს, მაგრამ ოჯახს აიძულებს რომ გაჩუმდნენ. İyi yapmış. კარგად მოქცეულ ხარ. კარგად. Zaten თანაც ახლა ფულს რა მნიშვნელობა აქვს? ne önemi var? ვის დაუტოვება აიშე? ახლა მთავარია დარჩენილი ცხოვრება Önemli olan შვიდად გავატარო. artık hayatı სხვა არაფერი მინდა. kaliteli bir şekilde yaşamak.